მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ 4 საქმის განხილვა დააპაუზა. მიზეზი მისი შეფასებით არის იმ ნორმების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, რომლითაც ეს ადამიანები სამართლდებიან. 2 კანონი არის, რომლიდანაც გარკვეული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს მოსამართლე. ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, სადაც ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის ნიშადმე დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე გამტყუნდება ამ მუხლებთან დაკავშირებით სასამართლოში დაეკისრება მას ჯარიმა არ გადაიხდის ამ შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული მეორე მუხლი კი ეხება მეორე კანონი კი ეხება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონს სადაც მაგალითად მცირე რაოდენობის კანაფის თუ მარიხუანას უკანონო შენახვის კანონი ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის 5 წლამდე ვადით ჩამორთმევასთან დაკავშირებით მოსამართლე ამ მუხლებთან დაკავშირებით თვლის რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა რადგან შეიძლება ადამიანს არ შეეძლოს დაკისრებული ჯარიმის გადახდა რადგან მისი შემოსავალი არ იყოს საკმარისი ამის გამო თვლის რომ ადამიანის უფლებები შეილახება თუ მას ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს ეხლა შევაჩერე ჩემს წარმოებაში ყოფი 4 საქმე, იმიტომ რომ მხოლოდ ეს 4 საქმე მაქვს წარმოებაში და მომავალში ჩემს გავსი საკითხებზე იქნება წარმოებული საქმეები, სასამართლო რა თქმა უნდა შესაბამისად იფიქრებს ამ იმ საქმეების შეჩერებას. წვრილმანი ხულიგნობა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და ასევე ეს გახლავთ მცირე რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა ვერ გადაიქცეს ფაქტებს ჯარიმას მისი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ მას შემდგომ მოიწევს სასამართლოში წარდგენა განმეორებით აღნიშნული მუხლით ჩადენილი სამართალდარღვევისათვის სასამართლო ვალდებულია მას შეუფარდოს მინიმუმ 30 დღიანი პატიმრობა რაც თვლი რომ შეუსაბამოა ადამიანის უფლებებთან. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს დემოკრატიის საქართველოს კანონმდებლობა და საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებია ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განსაკუთრებით სასამართლოსთვისაც თუ აქ არსებობს საფრთხე რომ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება რომელიმე საკონტექსტური რაც არ უნდა მოტივით და რაც არ უნდა სამბაბით და რა მიზნებისთვისაც არ უნდა იყოს ის მიღებული სასამართლო ვალდებულია რომ შესაბამისი წესით მოახდინოს კანონების გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში იმიტომ რომ არ მოხდეს კონკრეტული ადამიანების უფლებების დარღვევა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო ცნობს თუ არა ამ მუხლებს არაკონსტიტუციურად ქართულ ოცნებაში ამის მოლოდინი არ აქვს იმის მიუხედავად რომ როდესაც კანონს ამკაცრებდნენ თვითონვე ამბობდნენ ქართული ოცნების წევრები რომ ეს იყო გამკაცრებული კანონმდებლობა იმიტომ რომ აქციის მონაწილეების მხრიდან პრევენცია მოეხდინათ კანონდარღვევის ამ შემთხვევაში დღეს პასუხობენ რომ მათ ისეთი კანონები არ მიუღიათ რომელიც ადამიანის უფლებებს დაარღვევდა ყველა ის ცვლილება, რომელიც ეხება ადმინისტრაციულ სახდელებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სანქციათა ნაწილს არის ადეკვატურად მიღებული ხელისუფლების მიერ იმ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომელიც არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში გადამკიდე დაქირავებული რადიკალების ჯგუფისა, რომლებიც არასაზოგადოებრივ პროტესტს, არამედ მხოლოდ საკუთარი დამფინანსებლების და საკუთარი დეგრადირებული პოლიტიკური გემოვნებისა და ამბიციების ყოლობაზე არსებობს. შესაბამისად, ჩვენ არ ვუშვებთ იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენს მიერ შექმნილი და დამატებები კანონმდებლობაში იყოს წინააღმდეგობაში ქვეყნის ძირითად კანონთან. მოსამართლეს საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოს ვებგვერდზე უკვე ასახულია, განსაზღვრულია პლენუმიც რევაზ ნადარაიას ხელმძღვანელობით იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო წარდგინებასთან დაკავშირებით და წესით უახლოეს პერიოდში გავიგებთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.